პირველი კლასიდან დაიწყო ყველაფერი, короче, როცა შევედი სკოლაში პირველ კლასში, გაურკვეველი იყო ორიენტაცია, იმიტომ რომ საბუთები წარდგენილი არ იყო ჩემს სკოლაში. ვიყავი გრძელი თმებით, ჩაცმულობით ორივე სტილში გადიოდა ჩაცმულობა. რაღაც ფარტხუნა ჩვეულებრივი შარვა, რომელიც გოგოს თვლებით იყო გაფორმებული შარვალზე. და გრძელი თმებით. პირველი კლასიდან ყველა ამბობდა, რომ არ ვიქნებოდი კაცი, არ დგებოდა ჩემგან ბიჭი. ქუჩაში უბრალოდ მიცნეს ტელევიზიიდან შენის შეურაცხყოფით გადმოვიდნენ ჩემზე პატარა მე 20 წლის ვარ და ხა 17 წლის ბავშვი რო შეურაცხყოფას მოგაყენებს ეს უკვე ძალიან ისეთია რა მიუღებელი უმეტესად ვფიქრობ რომ შეიცვალა დღევანდელი სიტუაცია ну აი დედმამას რო დაარქმო ესეთი ხალხისთვის არ ვაქცევ ყურადღებას არანაირად თუ პირადად არ შემეხება. ანუ არ შეეხება ჩემს ოჯახს და არ შემეხება ხელით. სხვა შემთხვევაში არ მაინტერესებს. ის რა სიტყვის ჩემზე. აუ Mama, წყალი არის სახლში? კაიცა. ბებოსთან შეხება არ მქონია მე იმიტომ რომ ვიზრდებოდი ძალიან ისე მალულად ოთახიდან კლასში, კლასიდან ოთახში. დედა ჩემი არ აქცევდა მას ყურადღებას, ამბობდა რომ ბავშვია, არ უნდა ყურადღების მიქცევა, თავშვია და უხარია რა. მამა ჩემი კიდე ყურადღებას ამას არ აქცევდა, იმიტომ რომ მამალი და თავი დედა ჩემი იყო ოჯახში. სოფელში სადაც იზრდები, თან სწავლობ და იქ ღვინის ჭიქაზე ღვინის მირტყმის გარდა არაფერი არ იცი, მით უმეტეს მე ვერ ვიტყოდი რომ ტრანსი ვარ. მე უბრალოდ ვამბობდი ზუსტად 14 წლის ვიყავი და ეს მე არ ზუსტად დამევსწრება რომ თქვი რომ მე ვარ ქალი და არა ბიჭი. მაინამდე მათთვის ვიყავი მე ჩვეულებრივი პიროვნება, იმიტომ რომ რავი არ აღიქვავდნენ იმას რომ ბიჭი ვიყავი, არც ქართულება არ ქონიათ არასდროს. პირიქით ყველს მეზობლობდი. სახელიც მაგათმა შემარქვეს ანი. დავლიოთ რა არის კაცო რა. დავლიოთ ზამია. დავლიოთ ზამია. დავლიოთ. ბებო შენ არაფერი არ დალიო შამპანიურის გადათვალე. მე ნემსილე ვექი ახლა. და ვეჭირა. დავექნა, ახლა ვიყავ. ბილანგა როდის წამოვიდა პირველი აგრესია, აი როდის წავიდნენ შენი თანასოფლელები შენი წინააღმდეგი. დედა ჩემი როცა გადაწყვიტა რომ უნდა მოვაშორებინე თავიდან. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო. და იმ პერიოდში რას ამბობდა მამა? ფაქტიურად შეეძინათ ბიჭი და მერე უკვე ყავდათ გოგო. რას ამბობდა მამა? ამის გამო ხო არ გახდა ალკოჰოლიკი? არა, მაინამდე იყო ეს ყველაფერი და იცოდი დედას შესახებ რომ თავის ძალი არ იყო თავის ერთგული. Мой Бог, прости меня за одиночество. Прости ты меня за страну лагерей. Жизнь тихо прожить просто не хочется. Прости, грешных ты нас и пожалей. Прости, грешных ты нас и пожалей. Помолись.
Помолюсь я за всех матерей, что так ждут и страдают, и за наших детей, чтобы жить без войны, помолюсь.